მოგესალმებით მეგობრებო, ლექსუსი ყავს, განახეთ მის მდგომარეობას, წინ მიზანი იყო მოკლედ დაზიანებული. ეს ყველაფერი მოიჭრა, მოკლედ ახალი უნდა ჩადუღდეს, გაკეთდეს, ბიჭებმა ესე გაასუფთავეს. კაპოტს რასაც ხედავთ, კაპოტი შეიცვლება, ეხლა მუშაობენ ბიჭები. აგერ ჩვენი გიორგა, ჩვენი ლაშიკო. რაც უნდა დადუღდეს ზეთ, როგორც ხედავთ, ყველაფერი არის ლაზერით გაწმენდილი, აი ეს მდგომარეობა. სუფთა გასუფთავებულია, დამზადებულია მოკლედ ჩასაკერად. ჩაკერვამდე ჩვენ ამას შევიტანთ ღუმელში, შევღებავთ. იქიდან გამომდინარე, რომ არის ესეთი ადგილები, რაც მე ჩვენ ვერ მიუდგებით. ეს არის ზუსტად ეს ადგილები, სადაც დგება ძრავთან, აქედან ვერც პულიზატორით ვერც აქეთ ვერ მიუდგებით, ვერც იქიდან ვერ მიუდგებით, აქედან და ბალონში კიდევ ვერ მივარცხავთ. იქიდან გამომდინარე ძრავია, კატალიზატორები, ანუ ფაქტობრივად ვერ დავამუშავებ. ანუ გადავწყვიტეთ, რომ ეს რასაც ბიჭები ასუფთავებენ. აი ეს ყველაფერი შეიღებება ღუმელში და მერე უკვე დადუღდება ზედ და გვექნება სამუშაო მხოლოდ სტიკებში, რაც იქნება დადუღებული. აქაც აი ესეთი დაზიანება აქვს, ამ ყველაფერს დავაყარიათებთ, გავაკეთებთ და რა თქმა უნდა გადავიდეთ ამ ყველაფერსაც და განახებთ. მოკლედ მეგობრებო, როგორც გითხარით, შემოვიტანეთ ღუმელში, ვიწყებთ ამ ყველაფრის გასუფთავებას. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სულ კოროზიებშია, ფაქტობრივად ჟანგებია ყველგან მოკიდებული, იქიდან გამომდინარე თქო ჩანაზერი ცხვირიდანაა ეს დეტალი მონაჭრელი, მაგრამ ესეთი დეტალი რაღაც კერდება, რა ვიცი, ყველას ურჩევ, რომ ყოველთვის ჯამთელი დეტალით ჩააკერენ მანქანაზე რა, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე ეხა ეს კოროზიები რაც აქვს, აქ ხედავთ კიდევ კი წმინდაო, მაგრამ ბოლომდე მაინც არის წმინდება, ნუ შეჭმული აქვს. რამ ხელაზე დაიჭერს ზედაპირს ის ხსნარი რო აღარ გახსას, მაგრამ პრობლემა იმაშია, შიგნიდან, ანუ ჩანაძერი ცხვირი რო არის. ანუ ვერცეთ კლიენტს ვერ მოვატყუებ მაგას, ანუ შიგნიდან რასაც ხედავთ, ანუ ეს დამპალია ხვდებით, ანუ აქ ვერ მიუდგები, ვერაფერს ვერ ვიზავ. ზემოდანაც რო გადაასხა, უბრალოდ იქნება ფინანსურად გაკეთებული ლიჟვის სერვისიდან გავიდეს, მაგრამ აქედან გამომდინარე, ანუ ჩანაძერი ცხვირიდან როცა არის ესეთი დეტალი წამოღებული, ყოველთვის ჯობია რომ ან გაიაროს მეთუნუკესთან, ან თვითონ მალიასთან, რომ თქვათ ურჩიოს, რომ ესეთი დეტალი არანაირად არ ჩააკეროს თავის მანქანას. ნუ ეხლა ამ შემთხვევაში რა ვქნათ, ნაყიდია, ცხვირიდან მონაჭრელია, სხვა გამოსავალი აღარ არის. იქიდან გამომდინარე, აი ესეთი შეჭმულები აქვს, მიუხედავად იმას, როგორც ხედავთ, ლაზერით კი გადავწმინდეთ ჩვენ ეს ყველაფერი, რომ ახლო მომავალში პრობლემა არ ქონოდოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არის ზუსტად აი ესეთი დეტალები, ხო, როგორც ხედავთ, აი ეს თავისი ჩეკმა თუ რა ქვია, აი ამასაც დაკეტილია, ამის ქვეშ ფაქტობრივად ვერანაირად ვერ მიუდგები. იქაც ვერანაირად ვერ მიუდგები და ანალოგიური როგორც ხედავთ აი ამ ჟანგს, აი ეს რო ჩავაჭრა თქვათ, ხო? აი ანალოგიური არის აი მონაჭრელი რა. აი როგორც ხედავთ, ანუ ჩანაძერი მანქანიდან არის, აი ხედავთ თეთრი სოკოები ვით აქვს რა. ეხლა ამ ყველაფერს მე გავწმინდავ. და დავამუშავებ მაქსიმალურად, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი კოროზიები აქვს, შეჭმული აქვს, დამპალია ფაქტიურად ადგილ-ადგილ რა. აქ მე ვერაფერს ვერ ვზავ. იქიდან გამომდინარე, რომ ანუ ზოგადად ესე დეტალი სასურველი არ არის ჩაიკეროს მანქანაზე რა, მაგრამ ხა აქ ესეთი შრომაა ჩადებული, პლუს ლაზერით გაწმენდილი, პლუს მანქანიდან მონაჭრელი, აქ უკვე ვერაფერს ვეღარ იზავთ რა. მე გავასუფთავებ ამ სულ ყველაფერს, დავასხავ კისლოტნიგროს დავასხავ, სპეციალურ მაგისტრს განახეთ ყველაფერსაც. დავასხავთ კისლოტნი ამისი და ესეც კიდე თავის გამხსნელი, მოკლედ, ზუსტად მაგ კოროზიებისთვის არის. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს ზუსტად აი ესეთი ადგილები აქვს, სადაც ვერ უდგებით, ანუ შიდა მხარე, შიდა ბუტაფორიას რაც შეეხება აი ამასაც ხედავთ შიგნით. ანუ შიგნით ვერანაირად ვერ მიუდგები, ვერანაირად რა. მაქსიმალურად, როგორც ჩემს საკუთარ მანქანაზე წარმოვიდგინე, უნდა ჩავაკერო, ჯერ ესაც არ ვიყიდი, მაგრამ მაქსიმალურად იქიდან გამომდინარე თუ ფინანსები არ მაქვს მაგის საშუალებას, რომ ვიყიდო და ვიყიდი ესეც მაქსიმალურად გავასუფთავებ, რასაც ვაკეთებ ეხლა. გავარჩევ, გიწმინდავ, მაქსიმალურად ამ კოროზიებს ყველაფერს ვიღებ და დავასხავ მაგ კისლოტნიგრუნს, მერე დავასხავ კარტოშკას, როგორც უნდა იყოს ქარხნული და ამ ყველაფერს გადავიღებ, განახებთ შედეგს, როგორი გამოვა და მერე ზედ რო დაკერდება, ფაქტიურად გვექნება სამუშაო ამ გადამის ადგილებზე. კიდე ხაზს გავუხსოვთ, იქიდან გამომდინარე ვაკეთებ ამ სულ ყველაფერს, ძრავი არ ამოვიდეს, ვინმე აქ ვერ მიუდგებით, გადავიღე კიდევაც განახეთ, ანუ კატალიზატორები, რაღაც
რაღაცები ამოდის იქიდან ფაქტობრივად ვერ მიუდგები ვერანაირ რამა ისეთი რომ ვერ მიუდგები მაგიტომაც მოგვიწვია ეს ყველაფერი აი ესე გაკეთება ამ ყველაფერს როგორც ხედავთ მეგობრებო დავასხით ეგვექსტური გრონდი აი ეს ზუსტად ამ მეტალისთვის იტალიური ბრენდი მოკლედ აი ესე დავფარეთ ჟანგები სადაც გიკინა ჩანდა ყველგან ზუსტად დავასხით ეხლა დავასხით ნახევარ საათს შრობას მე როგორ წავა ქარხნულად როგორც მოდის ამ ყველაფერს ეტაპობრივ გადავიღებ განახებთ მე წავა ქარხნულის საღებავი და მე წავა რა თქმა უნდა თავის საღებავი ჯერჯერობით კისლოტი გრონდი დავასხით ამ ჟანგების გამომდინარე მაქსიმალურად რომ თავი დაიცვას და ამის მერე წავა თავის ქარხნული გრონდი როგორც იღებება ქარხანაში და მერე საღებავი მოკლედ აი ეს არის თავის პანელი ფერს ხედავთ ეს მისი დანარჩენი დეტალია რომელიც საღებავი ფაქტობრივად როგორც ხედავთ ზედაპირულად გადამტვერებულია ზედა მხარეს ვაფშე არ ასხია საღებავი არც ეს გვერდი არ ასხია მხოლოდ ზედა მხარეს სააგ დასხმული აქეთ მხარესაა გადამტვერებული მე მოკლედ ამ ყველაფერს თქვენ უფრო დაიმახსოვრებთ იქიდან გამომდინარე აქედან როგორც გავთიშავ კამერას ეგრევე გადავალ ღუმელში და ეს ყველაფერი დაგხვდებათ მოკლედ თლიან თელ პანელზე სწორედ ასხმული ესე ვთქვათ როგორც აქ აგე მეგობრებო პანელიც როგორც იქ იყო ანალოგიურად აი ესე შუა მხარე ღია იყო აქეთ ესე გადამტვერებული იყო მოკლედ ასეთ ქარხნულ ფორმებში ჩავსვით ყველაფერი ქვემოდანაც აი ეს ჯიგრულად დავუღებეთ იქიდან გამომდინარე გადავწყვიტე ეს ყველაფერი რომ ანუ ეს დადუღდებოდა ფაქტობრივად აქ ვერ მიუდგებოდი იქნებოდა ბევრი მეტალი ღია რის გამოც მე ჟანგს აიკიდებდა და ასე შემდეგ მოგეთ უკვე მზად არის ეს დეტალი გადავა მე თუნუკეებთან რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მიადუღებენ და ფაქტობრივად ჩვენ სამუშაო გვექნება ზედა სტიკები სადაც დადუღდება ანუ ბოლოებში და სავარაუდოდ სადღაც აქეთაც მოუწევს ალბათ დადუღება ხო კი ბატონო აი აქ აი რასაც ხედავ მოკლედ ესე პანელი მორჩა და ველოდებით მანქანას ბიჭები მორჩნენ აწყობას გაადუღეს ეს პანელი გახსოვთ ეს პანელი მოკლედ ღუმელში შეიღება ცალკე ეს პანელი იქიდან გამომდინარე რომ ზუსტად აი ამ ადგილებზე ვლაპარაკობდით რომელიც ვერ მიუდგებოდით რომელიც იქნებოდა ძრავი ამოსაღები ფაქტიურად აქ გვაქვს დასამუშავებელი აი ეს გადამის ადგილები რაც ბიჭებმა გააკეთეს სუფთა დააკურატნა და შეისწავლა პანელიც არაა დაკაწრული აი ეს ადგილები მოკლედ დასამუშავებელი იქნება ნუ გამოვიდეს სუფთად და იდეალურად დანარჩენი დეტალები რაც შეეხება კაპოტია იქეთა ან ტაივანის კაპოტია ასე რომ ვთქვათ ეს კაპოტიც ანალოგიურად აქ ჩავარდნილები აქვს ფორმები აქვს დაკარგული არა უბრალოდ ეს ტალღებია აი ხედავთ კიდევაც ეს იქიდან გამომდინარე როცა კაპოტი ესე იკეტება ნუ ზოგადად სასურველია ყოველი ზემოდან აუშვა რომ მაგ პრობლემას თავი აარიდო წინა კრილოც მოკლედ ტაივანია ეს ორივე არის გასასუფთავებელი ეს წინა აქ პატარა გასწორებული როგორც ხედავთ ბიჭებს აკურატად დაასწორეს დანარჩენი თვითონ კრილო არის იდეალური და აი ეს დეტალები გვაქვს მოკლედ გასაკეთებელი ამ ყველაფერს იყო დავიწყო გაკეთებას რა თქმა უნდა დაიშვაკლება დამუშავდება მე როგორ გადავიღებ მე როგორ დაგმოწევს რა თქმა უნდა და განახეთ ამ ყველაფერს რა და რაც შეეხება ეს არის მისი წინა ბამპერის ანალოგიურად კი სუფთაა ბევრს გონია რომ არაფერი არ უნდა გადაასხი გადაშკურკე გადაასხმა თლაც ეგრეც არ არის მაგ დროს როცა იშკურკება და ეგრევე ისყვება განახეთ მაგალითს მოკლედ აი ეს ახალი ბამპერია ესაც გადაშკურკული გვაქვს იქიდან გამომდინარე აი ეს უზორე ფორმებს რასაც ხედავთ აი ეს ფორმები მე უკვე ეს ჩამოსხმული გამომდინარე რომ არის ბამპერი ჩამოსხმული მოკლედ აი ეს ფორმები მე ძალიან უშნოდ ჩანს და ამ ყველაფერს რო ავერიდოთ მაგიტო იგრუნტება ბამპერი ანალოგიურად მუშავდება არა აქვს მაგას ნიშნობა ახალია ძველია თუ მეორადია ყველა ვარიანტი შეიძლება დამუშავება ყველა ვარიანტი შეიძლება დაგუნტვა რომ აი ესეთ პრობლემისგან თავი ავარიდო და გამოვიდეს იდეალური და ახალი ბამპერი მოკლედ ბიჭებმა ჩააკერეს ეს პანელი აი ესე სამუშაო აი ესეთი ადგილებზე ჩაკერებულ გადამის ადგილებზე როგორც თქვი სადაც გადაიდგება ხოლმე ადგილები იქნება დასამუშავებელი ან როგორც ხედავთ აი ეს ტოჩკები და შიდა მხარე ფაქტობრივად სუფთაა და აქეთა მხარე რაც ჩაიკერა. ნუ ფაქტობრივად ჩაკერებული ადგილები აქვს აქ სამუშაო გასასუფთავებელი შესაძლებელი.
რაც შეეხება ამის ტაივანის დეტალებს. ეს კრილოა გასასუფთავებელია, მოკლედ. რაც შეეხება მის მეორე მხარე კრილოს, ასეთი მდგომარეობა აქვს. ეს თიაქ-აქ დაზიანება და მეორე დაზიანება შიშკაცა აქ აღებავია დიდარჩენილი შიგნით, მანდა გვაქვს პაძამის გასაკეთებლად დასაშფადი. რაც შეეხება კაპოტს, აქ ჩვენი გიორგი გვისუფთავებს. კაპოტიც ანალოგიურად სუფთავდება. ეს უნდა გავასუფთავოთ ფაქტიურად, როგორც ყოველთვის ამ გვერდებზე ჩავარდნები აქ გალღები აქვს. აქაც ანალოგიურად შტამპობის ადგილები დამუშავდება. იმის მე რაც გიორგი გვისუფთავებს ამ ყველაფერს, მე როგორ მივადგებით დანარჩენს რა. გასუფთავდა, როგორც ხედავთ, კაპოტი შავი მურიდან, მოკლედ. ეხლა სუფთავდება კრილო. კრილოზე აი ესე ქვედა მხარეღა და ზედა მხარეღა და სწორად. ჩვენი გიუშა მოკლედ ახესახებს. ძინდავს და რა თქმა უნდა, იქაც თუ სადმე ის საჭიროება, რა თქმა უნდა. შბაკი წაესმევა, რომ მაქსიმალურად ცუცად გამოვიდეს დეტალი და სწორად გამოვიდეს. მე ვაქილებ ამაზე მუშაობას. და რა თქმა უნდა, ამ ორივე დეტალს დავუგრუნდავთ თავის ბამპერთან ერთად, ბამპერი დასაშლელია. ბამპერიც უნდა დაიგრუნდოს, რომ თავის ჩამოსხმული ფორმები რაც აქვს, ნაკლებად გამოჩეს იქ როგორც ხედავთ, აი ეს ანარეკლი აქვს ხოლმე აქედან მხარეს, გარედან მხარეს ხოლმე. არის ჩემი ტირებში, რომელიც მაგ გადაღებული და კვეთრად ჩანს, თუ ის გამოიგრუნდება ზედა მხარეს. და სუფე გამოვიდეს, აი აქედან ჩანს ანარეკლი, აი აი მანარეგის ლაპარაკი, რომელიც ფაქტიურად საღებავია. ლაგის ზემოდან უფრო უარესად ამჩნევს ამ ცუდ ჩამოსხმულ ფორმებს მოკლედ. ესე იგი მეგობრებო, აი რასაც ხედავთ დაიშბაკლა, სადაც საჭირო იყო თავისი შბაკლი დაიტოვა, ანუ იქ შტამპობის ადგილების პრობლემა აქვს, როგორც ხედავთ, ტაივან კაპოტებს, ძირითადად ახასიათებს, აქაც ანალოგიურად დაიტოვა თავის აბრეცილ ადგილას, მოკლედ, რაც შეეხება წინა კრილოს, წინა კრილო იდეალურად არის, ესეც გასუფთავებულია. ეს მისი ორიგინალი კრილოა, რომელიც იყო აქ პატარა დაზიანება, რაც შეეხება მის წინა ბამპერს, დაიპრიალებდა იმდენად არ ჩანდა შტამპობის ადგილები, აქაც აი ანალოგიად, როგორც ხედავთ, აი ზოლები, რაც შინიდან განახეთ, აი ეს არის ზუსტად რის გამოც ეს საჭიროება დაგრუნტვა, რომ აი ეს ფორმები და აი ეს უზორები მერე შეღების დროს როცა შეშრება რო არ გამოიტანოს. ჩვენი გიუშა მოკლედ წმინდავს ას მისუფთავებს, ამაზე წავა თავის ბამპერზე წებოდა მერე გრუნტი და ანალოგიურად ყველა თავის დეტალზე. დანარჩენს უკვე გადავიღებთ ღუმელში ეტაპობრივად, რო შევღებავთ ამ ყველაფერს და უკვე ნახავთ შედეგს თუ რას მივიღებთ კაპოტისგან, კრილოსგან და ბამპერისგან, ჩემო მეგობრებო. გრუნტს რა გრუნტსაც ვასხავთ, მოკლედ არის Quickline-ის გრუნტია. აი ეს გრუნტია, იტალიური გრუნტია, ზედვე აწერე, ყოველთვის მაგას ვიღებ, ვანახებ ყველას. იტალიური კაი გრუნტია, მოკლედ. და მეორე კიდე არის ეტალონი, რომელიც ამასაც ხმარავთ, ესაც კაი ბრენდია, ფაქტიურად კი რა კაი ბრენდია, 5R-შია ესაც, იდეალური გრუნტია, რომელიც მხოლოდ რეკომენდაციას უწევ ამ ორივე გრუნტს და ამ ორივე და ერთს ვასხავთ ხოლმე. ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ დავასხავთ Quickline-ს. ლაქს რაც შეეხება ხმარავთ გლაზურით, მაგ გლაზურითაც მე დავიწყებ შეღებავს განახებ რა თქმა უნდა და ასე შემდეგ. მოკლედ მეგობრებო, შევღებეთ ჩვენი Lexus CS გახსოვთ, მოკლედ წინდა პანელი რო შეიღება, აი ესა. იჭერა და დუღეს მერე ადგილებით, რა თქმა უნდა, შევღებეთ.
ეს ყველაფერი შეიღება. მოკლედ გადავიდეთ მოკლედ ეს კარებები, ეს სტოიკა გადასვლა გავაკეთეთ აქ, ფეში დამჯდარი ყო, რომ ეს კრილო შეიცვალა და აქ გადასვლა გავაკეთეთ. აი აქამდეა მოსული გადასვლა, აქ უკვე ლაკია. ანუ ეს არის თავისი ფერი, როგორც ხედავთ, საღებავისა და აქ წყვეტა, დანარჩენი ლაკია, ანალოგიურად აქაც ლაკია. ეს გამოვიდა სულთა იდეალური, გადავიდეთ ხა მის აქეთა კრილოზე, კრილოც ეს იდეალური გამოვიდა. კრილოც რა თქმა უნდა აქეთა მხარე კრილო მთლიანად შეიღება. იქიდან გამომდინარე მოგიდო გადავედით პერეხოდი, გადასვლა. ეხლა დაგვრჩა კაპოტი ამ მანქანაზე, უბრალოდ ვერ დავდით, იმიტომ კაპოტი და ბამპერი ძალიან დიდია, ახლა ეს გავა ის მანქანა კაპოტსაც შემოვიდან დავალაგებ კაპოტსაც მივაბაბანებ ზემოდან, მოკლედ ესეც ესე წინა კრილოზე და შეეხება, მოკლედ საღებავი დაისხა, ესე ნახევარი. აი ესე დაისხა. იქიდან გამომდინარე კაპოტი იღებება მთლიანად. კრილო და ბამპერი მოკლედ აქეთა მხარე არ დაგვისხეს საღებავი, როგორც ხედავთ, ფაქტია სულთა აქეთა მხარე, წყვეტა გოგაკეთებული, ნახევარი უკვე ლაკია გადასული. ასაც ესე დამთავრდა მოკლედ, დაგვრჩა ახლა ბამპერი, ამ ბამპერს და კაპოტსაც შემოვიდან გავასუფთავებ, ეს მისი რუჩკა, ეს რუჩკა შეიღება იქიდან გამომდინარე, აქეთა რუჩკას აქვს. დაბაბანებული რუჩკა. აი ეს დაწეხილი რუჩკა, როგორც ხედავთ. აი ეს რუჩკა მოკლედ. ვიღაც ვიგინდა რა მოუგლიჯა მოკლედ რა. მოკლედ ესე რა შემოვაგდეთ იმანქანას ამას ავფუთავთ, გავუშვებთ გარეთ და შემოვიტანთ კაპოტს ყველაფერში. გავასუფთავებთ, მივასუფთავებთ და დავასხავთ და კაპოტსაც შევღებავთ. გადასვლაში მოკლედ შაგრენში აი ესეთი და თავისუფლად როგორც ქართულს ანალოგიურად შეღებილიც ანალოგიურია, გადავიდეთ კარების ხარეს ვნახოთ. ანალოგიურადაც აქაც ეგრეა, როგორც მეორე გადასვლა, შაგრენ თავის გადასვლით, აი ესე როგორც ლიგებს ანალოგიურად აქაც აი ესე ლიგებს. მოკლედ აი ეს. მოკლედ დასრულდა ეს აიწყობა ეს ყველაფერი და იქიდან გამომდინარე ნახოთ როგორ გამოა ეს რომ ჩვენ სერვისში აიწყობა ამ ყველაფერს გადავიღეთ განახერთ. то როგორი პიპია გამოვა.